საქართველოს ცნობილი გახდა საქართველოს მიიღებს კიდევ ახალ პაკეტს. თქვენი შეფასებით რას ნიშნავს ეს ახალი შეთავაზება საქართველოსთვის, როგორ აისახებთ უნდა თავდაცვის უნარიანობაზე ქვეყნის და რა არის ეს ახალი ეტაპი, რომელზეც გადადის? ჩვენ ახლა ყველანი ვართ მოწვეული მსოფლიოს ახალი პოლიტიკური არქიტექტურის შექმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვეს. ჩვენ ქვეყანაში არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. როგორც დემოკრატია არ არის სრულყოფილი და იდეალური მართლობის სისტემა, მაგრამ ამაზე უკეთესი არ არსებობს. ასევე ნატო ბუნებრივი არ არის სრულყოფილი გარანტია უსაფრთხოების, მაგრამ ამაზე უკეთესიც არ არსებობს. ჩვენ გვჭირდება ნატო იმისათვის, რომ ვიყოთ დაცულები იმ ბოროტების იმპერიისგან და იმ ტერორისტული ქვეყნისგან, რომელიც ჩვენ ჩრდილოეთ არის და რომლის მსხვერპლი დღეს არის უკრაინა. ზუსტად უკრაინის გამო ნელ-ნელა მსოფლიო ფხიზდება და იმაზე, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რაც საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი 2006-ში, 7-ში, 12-ში. ეხლა მსოფლიო ლიდერები წმინდებიან, რომ ჩვენ საუბრობთ სიმართლეს და სამწუხარო ჩვენი პროგნოზი იყო სწორი. თუ დღეს უკრაინაში არ გაჩერდა ამ ბოროტების იმპერიის მატარებელი, გაჩერება კიდე იქნება ბევრი. ამ მატარებელს ექნება კიდე ბევრი გაჩერება სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამ ახალი პოლიტიკური არქიტექტურის შექმნის გამო ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მიუხედავად იმ ძალიან დიდი შეცდომებს, რომელიც არის დაშვებული ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც წინ წავიდეთ ნატოს ინტეგრაციის კუთხით. შეცდომებში მე გულისხმობ ბუნებრივია პირველ რიგში პოლიტიკურ რეპრესიებს და ძალადობას, რომელსაც ბოლო 2 წელი ახორციელებს ახალი ხელისუფლება და ბუნებრივია ეს ძალიან აზიანებს ჩვენ ევროინტეგრაციას და ინტეგრაციას ნატოში. 2012 წლის აგვისტოში მე შევთავაზე ნატოს სარდლობას, რომ საქართველოში გახსნილიყო სასწავლო ცენტრი დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად ხონში, საარტილერიო ბრიგადის გვერდზე 75% ინფრასტრუქტურის უკვე იყო დასრულებული და იქ ჩვენ ველაპარაკებოდით ნატოს ქვეყნებს, ჩვენ პარტნიორებს, რომ გახსნილიყო დასავლეთ საქართველოში დიდი სასწავლო ცენტრი. სამწუხაროდ 2 წლის განმავლობაში ამ პროექტის ყველას დაუწყდა ახალ ხელისუფლებაში თავდაცვის მინისტრი ერთხელაც არ უხსენებია ეს პროექტი. კონსერვაციაც არ გაუკეთებიათ ამ ბაზის და ესე მიტოვებული 75% ინფრასტრუქტურის 2 წელი უკეთდა. ეხლა ნატო აქეთ გვეხოცება და თავაზობს, რომ ესეთი ბაზა გავხსნათ. რაც ძალიან კარგია მისი სალმებული, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ პროაქტიულად არ ვიმუშავებთ, ესეც არ განხორციელდება. ასევე ჩვენ გვჭირდება რეანიმაცია იმ პროექტების, რომელიც იყო ასევე გაჩერებული 2 წლის განმავლობაში. პირველ რიგში ეს არის ანტისახაერო საშუალებების მიწოდება. ეს არის სატვირთო ვერტმფრენების მიწოდება, სატანკო იარაღის მიწოდება და ასე შემდეგ. აი ამ ყველა პროექტის რეანიმაცია თუ მოხდება, იქნება ძალიან კარგი და ძალიან დროული და 2 წელი უკვე დავკარგეთ. ერთ-ერთი წლის განმავლობაში მე მუშაობდი ამერიკულ კორპორაციაში, ამერიკულ ორგანიზაციაში და ერთ-ერთი ჩემი, ასე ვთქვათ, განხრა იყო ურთიერთობა საზოგადოებასთან და ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ზუსტად სწავლობდა იმ საარჩევნო მენეჯერის აკადემიებში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ყველა კანონის დარღვევა კომუნიკაციის საზოგადოებასთან, როდესაც ველობებს უპირისპირებს ციფრებს. სტატისტიკას. ის რო პრობლემა გვაქვს საქართველოში, მე მგონი ამას ხედავს ბავშვიც. საუბარი იმაზე, რომ პრობლემა არ აქვს, პრობლემას არ მოაგვარებს. ტარდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელიც ადასტურებს, რომ ხალხი არის შეწუხებული. გაუთხოვებული ბავშვის ხელები სტატისტიკური ციფრებით ვერ გადაფარდა. მით უმეტეს კარგად ვიცით, როგორ იქმნება ციფრები და როგორ შეიძლება ციფრებით მანიპულირება. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ გადახარო აი ამ ბავშვის გაუთხოვებული ხელები რაღაცა ციფრებით. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო
მუშაობს თუ არ მუშაობს, ფაქტი არის, რომ ყველობები ხდება და ისეთი ამარზენი დანაშაული ხდება, როგორც ჩვენ ღმერთის წყალობით რევოლუციის, ვარდების რევოლუციის შემდეგ არც გვახსოვდა, რომ არსებობდა. ეხლა ეს ყველაფერი სამწუხაროდ დაბრუნდა, რაზეც საუბრობდით, ასევე სამწუხაროდ როლს ეკავებოდა. მე საერთოდ არ მისმის ხელისუფლების რეაქცია, იმიტომ თვითონაც დასაწყისში პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ამბობდა, რომ დანაშაული მოიმატებს. ეხლა მგვალი თვალების გაკეთება და საუბარი რომ არ მოიმატა, მეგონი არის მიამიტობა როგორც მინიმუმ ან მავნებლობა. იმიტომ რომ კიდე თავის დროზე როდესაც ამნისტია ხორციელდებოდა, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა თქვა, რომ უნდა გაიხსენეთ მოქმედებით მოვეკიდოთ ამას, გაგებით მოვეკიდოთ, დანაშაული მოიმატებს. დანაშაულმა მოიმატა. ხალხი, რომელიც გამოვიდა ციხეებიდან, რაც პერიოდის განმავლობაში ბუნებრივია თქვათ რეაბილიტაციას განიცდიდა ციხის შემდეგ, ამის მიერ დაუბრუნდა თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას. რაც იცოდა, იმას დაუბრუნდა. ახლა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქურდობდა, კლავდა და აუთოვებდა ადამიანებს, ინჟინერი არ გახდება ხო? ეს უნდა გვესმოდეს, ხო? 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი იყო დამსახურებულ ჭალებში დასვენებაზე კურორტზე ციხეში. ამის შემდეგ ეს ხალხი გამოვიდა და ეხლა დაუბრუნდა თავის საქმიანობას ის, რაც იცის. და ამას აკეთებს. აქედან გამომდინარე საუბარი სტატისტიკით, რომ ესე იყო, ან ისე იყო. თავარი ხო არ არის ციფრი, რომელსაც გითხრათ თქვენს დახატავ და მეს დავხატავ. ხო, აქედან დავთვლი, თუ იქიდან დავთვლი. ბოლოს განათლების მინისტრი ვიყავი და შემიძლია 10-მდე დავთვალო ისე 11 მიიღოთ, ხო? მათემატიკა ამის საშუალებას გაძლევს. შემიძლია აქეთ მასტერ-კლასი ჩაუტარო, ვისაც უნდა დათვლაში დახმარება. მაგრამ ფაქტი არის, რომ პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ამ პრობლემებს შეხედოს ხიზლად. არა პოლიტიკურად, არა პიარულად, არამედ ხიზლად, რომ ეს ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს ეხება იმ ბავშვს კონკრეტულად, რომელიც გაუთხოვთ. მიგაჩნიათ, რომ ქვეყანა კვლავ უნდა დაუბრუნდეს მუდმივი ტოლერანტობის პოლიტიკას. ქვეყანაში უნდა კანონიდეს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ და ძალიან მარტივ რაღაცას გვეთქვით. ცოტა ეს უხეში მაგალითია, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ რაღაცა პოლიტიკური მიზეზების გამო კანონი რო ირღვევა, ხო? ეს არის სიგნალი სხვა ადამიანებისთვის, რომ მეც ამის გაკეთება შემეცრა. ხო? მაგალითისთვის გეტყვი. როდესაც მე გადავდივარ, ძალიან უხეში მაგალითია, როდესაც მე გადავდივარ საზღვარზე, 1 საათი მაგ გამოწერილი, რომ უნდა ველოდო სანამ სმენის უფროსი თანხმობას მისცემს ჩემ შემოსვლას ქვეყანაში ან გამოსვლას. აი რაღაცა კაპიტანი არის აეროპორტში, რომელმაც უნდა თანხმობა მისცეს და 1 საათი მე უნდა ვიდგე ამისთვის. კანონი ბუნებრივია ირღვევა, რომ კონსტიტუციაში იწერება არა აქვს უფლება რომ შემოჩენ ქვეყანაში შესვლის. როდესაც ის დანარჩენი პატრულის თანამშრომლები ამას ხედავენ, რომ აი კონკრეტულად აი ამის შემთხვევაში ხდება დარღვევა და ეს მოსულა, მოსული აპატია ჯარგონისთვის, მოსული პონტი ამის შემთხვევაში შეიძლება სხვა შემთხვევებში ამას დაუშვებენ, ხო? როდესაც მოსული ნაპატით კიდე ერთ წყალში პონტია რომ წახვიდე და ცემო ადამიანი, ხო? ციკლაური, ხო? აიღო ცემო, ელექტროშოკი დაარტყა და ცემო. თუ ეს მოსული პონტია, მაშინ რატო არ შეიძლება რომ ცემო ვიღაცა პეტრე? სხვა მცემოს, ხო? ხო ნახა რომ ეს შეიძლება ქვეყანაში ამის გაკეთება და თუ ვიღაცა შერჩა. აი ესეთი ტალღით, აი ესეთი თოვლის გულის ეფექტით იქნება გართულებული პოლიტიკური სიტუაცია.
მე მესმის თქვენი შეკითხვის არსი და მესმის რაღაც გარკვეული ნიჰილიზმის და პესიმიზმის გრძნობა მოსახლეობაში განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით. მე მინდა ერთი რამე გითხრათ 2008 წელს, როდესაც რუსეთმა შეიჭრა საქართველოში, უკვე ღია და გამოუცხადა ომი ჩვენ ქვეყანას, მანამდეც არ იყო, მაგრამ ღია შეიჭრა. თქვენ ფიქრობთ, რომ მეხუთე ფლოტი რო დაეძრა შავ ზღვაში შევიდა იორდანიიდან გამოფრინდა პირველი ჰერკულესი გამოფრინდებოდა, რომ არა საქართველოს მთავრობის ძალიან ძლიერი ლობირება და მუშაობა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. არავის არ აქვს სურვილი, რომ ჩაერიოს არა თავის ბრძოლაში, ხო, ბუნებრივი არის აბსოლუტურად. შენ თუ არ სთხოვე, შენ თუ არ შეაწუხე, შენ თუ არ გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ხალხი ჩართული იყოს ამაში, ბუნებრივი არის, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ თქვა გამოძრებ ამ სიტუაციიდან და ბუნებრივი არის, მე არაერთხელ მაქ თქვა, რომ უკრაინაში ზუსტად ამის პრობლემა არის. სამწუხაროდ უკრაინა ახლა იღებს უფრო ნაკლებ სამხედრო დახმარებას, ვიდრე ჩვენ ვიღებდით 2008 წელს. ეს არის ძალიან სამწუხაროა და სამწუხარო ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთს ესმის მხოლოდ ძალის ენა. რომ არა შესულიყო მეხუთე ფლოტი შავ ზღვაში, რომ არა ჩაკეტილი საჰაერო სივრცე და არა ჰერკულესები, რომლებიც იდგა ჩვენ ასაფრენ ბილიკებზე, რუსეთი არ გაჩერდებოდა. და რომ არა ჩვენი ჯარის ბრძოლა, რუსეთი არ გაჩერდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ბუნებრივია ჩვენ უნდა გქონდეს იმედი ნატოსი, მაგრამ თუ არ შევაწუხეთ ეს ხალხი, თუ ეს ხალხი ბოლომდე არ ჩავხდეთ ამ ბრძოლაში და არ აუხსენით ჩვენი სიმართლე, ყველა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბრძოლიდან გამომდროს ეს ბუნებრივია. არა, ცალსახად არა და კიდევ ერთხელ ვამბობ რატო. საერთოდ ხელისუფლების პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ არის ძალიან მიამიტური. მე არ მესმის საცსწავლობდა ეს ხალხი, რა გამოცდილება აქვს, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება თუ თავდაცვის სამინისტროში სწორედ ამ საკითხებს, მაგრამ ფაქტი არის, რომ არ ესმით კონცეპტუალურად არ ესმით მუშაობის სტრატეგია პარტნიორ ქვეყნებთან. არ ესმით. იმიტომ რომ მე ჯერ მეგონა რომ აი მავნებლობენ და შეგნებულად ამას არ აკეთებენ, მაგრამ ისეთი შეცდომები კეთდება არ ესმით. კონცეპტუალურად არ ესმით, როგორ უნდა ემუშაო პარტნიორ ქვეყნებთან. მინდა გითხრათ იმ ურთიერთობაზე, რომელიც არსებობს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, თქვენი შეფასება მაინტერესებს, მაგალითად დღემდე არ არის გადაწყვეტილი, ვინ წავა გაეროში, გაეროს სესიაზე და ვინ გამოვა სიტყვით. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს ურთიერთობა კონკრეტულად, რომელმაც უკვე ღიად მიიღო დაპირისპირება? რა გულახდილად გეტყვით, ხო, ამას ხო აქვს სუბიექტური და ობიექტური მხარე. მოდით ვილაპარაკოთ ჯერ სუბიექტურ მომენტზე. სუბიექტური მომენტი ყველას კარგად ესმოდა და მე მგონია, რომ მარგველაშვილსაც მაშინ ესმოდა, რომ მას არავინ დამოუკიდებელ თამაშის უფლებას არ მისცემდა, როდესაც კენს მიყრიდა პრეზიდენტად, ხო? თუ გაიხსენეთ საარჩევნო კამპანია, გაიხსენეთ თუ როგორ ხდებოდა მარგველაშვილის დაყენება და ხალხმა მისცა ხმა მარგველაშვილს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა ხალხს. არა იმიტომ, რომ მარგველაშვილი ესე უყვარდა მოსახლეობას, არამედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა მიეცით ხმა. ამიტომ მისცა. ამ სიტუაციაში ცოტა გაუგებარი არის პრეტენზიები იმ თვალსაზრისით, რომ ესმოდა, რასაც აკეთებდა. ბუნებრივია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც გახდა პრეზიდენტი, მასაც გაუჩნდა აბსოლუტური ბუნებრივი ამბიცია, რომ ხალხმა მას მისცა ხმა და დაიწყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯების გადადგმა. მე მარგველაშვილისთვის არ მიმიცია ხმა, მაგრამ ეს არის ერთადერთი პირდაპირ არჩეული ადამიანი საქართველოში, რომელიც ახლა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხო? მას ხალხმა კი ბიძინა ივანიშვილის თხოვნა, მას მისცა ხმა. ეს რაც ახლა ხდება პრემიერს შორის და პრეზიდენტს შორის, პირველ რიგში უწყობს ჩვენ ქვეყანას. აბადეთ, არა, დიპლომატები უკვე დაქცინდნენ. ჩვენ სასაცილოები ვხდებოდ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერი, ვინ იქნება პრეზიდენტი. ქვეყანას უკვე დასცინია. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთში ვერ მოილაპარაკა, ქვეყანას დასცინიან დიპლომატები. ღიად დასცინიან, უკვე ეს არ იმალება ქვეყანაში, ხო პატარა ქვეყანაა. ყველასთან ლაპარაკობს.
ეს როდესაც უნდა გაგრძელდეს არ ვიცი, იმიტომ რომ აქაც კონცეპტუალურად არ მისმის რითი უნდა დასრულდეს ეს. მარგველაშვილს აქვს პრეტენზია რომ პრეზიდენტია, იმ როგორც ჩანს იმ ხალხს უნდა დასვა პრეზიდენტად, აქვს პრეტენზია რომ პრეზიდენტი არ არის. და იყო არჩეული არა იმიტომ რომ მარგველაშვილი, არამედ იმიტომ რომ სხვა ადამიანმა სთხოვა ხალხს. ფაქტია რომ ეხლა არის ხალხ დაჩაგრული პრეზიდენტი, რომელსაც თავრობა ჩაგრავს, რაც გვაძლევს ქვეყანას ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებრია. საქმიანობა როგორ ხდება ამ სასწავლებლის თქვენი შეფასებით განათლების სამინისტრო რა პრობლემები იკვეთება ამ სისტემაში? თამარ სანიკიძე არის მავნებელი მინისტრი, რომელიც ერთი წლის და ახლობით წელიწად ნახევარი არის მინისტრი, მავნებლობის გარდა არაფერი არ გაუკეთებია. აი სამინისტროს წინ როგორც დავტოვეთ სამინისტრო გავარემონტეთ შენობა და აი ეს ორმოები არის ამოჭრილი ფილებში და ხე იყო დასარგა მეტი არაფერი ხე ან ბუჩქი. აი როგორც ეს დავტოვეთ ამოჭრილი, ესევე ეხლაც არის შეიძლება წახვიდეთ ნახოთ. აი ხე მაინც დაერგო. ნუ არაფერს არ აკეთებს მარტო მავნებლობს, მაინც ერთი ხე დაემატებოდა ამ ქალაქს, რომ ხე დაერგო სამინისტროს წინ. აი თვითონ ხო შემოდის ამ სამინისტროში ამ ორმოებს ამოთხილს რო ხედავს არა? 2 წლის წინ ამოთხარით ორმოები, რომ ხეები უნდა დაგვერგო. აი როგორც 2 წლის წინ ამოთხრილია, ესევე ეხლაც არის. დანარჩენი აქ უკვე იმის პრეტენზიაც არ ამაყრია, რომ გააკეთებინა არ გააფუჭოს. ერთადერთი არის ეს თხოვნა, რომ აფუჭებს ეს ქალბატონი ძალიან დიდი მონდომებით ყველაფერს რაც კეთდებოდა ამ ქვეყანაში. ფაქტი არის, რომ აქვს სერიოზული დაპირისპირება სამინისტროში შიგნით, ვერ აგვარებს ამ დაპირისპირებას, ძალიან მოკლედ, ძალიან გამიგზავნა ლაპარაკი, მაგრამ მასწავლებლების კვალიფიკაციის პროგრამა მოკლა. არ არსებობს. მასწავლებლებს გაუზარდეს ხელფასი, მაგრამ უკვე 2 წელია არც ერთ მასწავლებელმა ახალი მასწავლებელი არ არის, რომელსაც აქვს 1000 ლარიანი ხელფასი. არც ერთ. კვალიფიკაციის პროგრამა ამაღლების მთლიანად მოკლეს. პროფიციტი არის უმაღლეს სასწავლებლებში. მე თუ არ ვწდები 10000-ით მეტი ადგილი იყო, ვიდრე იყო სტუდენტი. რაც ბუნებრივია, სერიოზულ ზარალს მიაყენებს უმაღლეს სასწავლებლებს, ფინანსურ ზარალს. მეცნიერების კუთხით გარდა იმ 24 მილიონი დოლარის ფონდისა, რომელიც შეიქმნა და რომელსაც პირადად განკარგავს მინისტრი და არაფერი არ გაკეთებულა. თუ ჩვენ კონკურსებს ვატარებდით და მეცნიერები იღებდნენ კონკურსის შემდეგ გრანტს კონკრეტული სამუშაოს ჩასატარებლად, ეხლა მხოლოდ მინისტრი წვეთს ვინ უნდა მიიღოს და რამდენი ფული. უსაფრთხო სკოლა მოკლა, მანდატურები არ არსებობს, დარაჯები დატოვეს, ისიც გაყარეს. სკოლის დირექტორების გამოცდები მოკლა, ხალხი დანიშნა, უჩიდან მოსული, რომელსაც გამოცდილებაც არ აქვს და გაყარა ხალხი სამსახურებიდან, რომელიც იყო ძალიან გამოცდილი. ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის პროგრამა ძალიან დაზიანებული არის. არც ერთი მულტილინგვური სახელმძღვანელო არ შექმნილა ამ 2 წლის განმავლობაში. ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა მოკლა. 1500 პედაგოგიდან გვაქვს დარჩენილი 42. ისიც პისკორის დაფინანსებით, ისიც პისკორის მუშაობის შედეგად. 42-46 პედაგოგი. 1500. სკოლები, რომელიც ეხლა ზარზეიმით უნდა რომ გახსნას და მიდი მშენებლობა, ეს არის ჩვენი დაწყებული, გაჩერებული მშენებლობა. ჩვენი დაწყებული. ეხლა რომ ჩავიდა ზუგდიდში და თქვა რომ მასწავლებლის სახლი უნდა ავაშენო. ვაშენებდნენ, გააჩერა. ახალციხეში ვაშენებდით, გააჩერა. ეხლა აპირებს სახლიდან ამის გაკეთება. აი ძალიან ბევრი არის შემიძლია ეს ჩამოთვალო. ერთი პროფსასწავლებელი მითხარით, რომელიც ეხლა გაიხო, ვაუჩერული სისტემა ხო მოკლა. ხო თქვა რომ თურმე გლდანის პროფი რა გვინდოდაო და სხვა იმას ერთი მითხარით, ერთი აშენებული, ერთი ახალი პროფი აშენებული სადმე რომელიმე მითხარით. ერთი 2 წლის განმავლობაში ერთი სტუდენტი არ გაუგზავნიათ საზღვარგარეთ სასწავლებლად, მიუხედავად რომ ფული ედო, ფული დაუტოვოთ. ეს დამთავრდა მით, რომ პრემიერ-მინისტრმა წაართვა. ეთყობა ვიღაცამ მიიტანა ამბავი და კონკრეტულად დაინტერესა ეს წაართვა, რომ ეს ბავშვები წასულიყო. აი ამის მერე
მინისტრი როგორ უნდა იყოს, რომ ვერასრულებს შენ მოვალეობას, პრემიერ-მინისტრი გართმევს ფუნქციას და გადააქვს კანცელარიაში, იმიტომ რომ ვერ აკეთებ. გარდა მავნებლობის ვერაფერს ვერ აკეთებ სამწუხაროდ. ეს სია შემიძლია გავაგზავნო შესრულებამდე, ხო დრო არა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა.